თუ გინდათ ქალია კაცი არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის დებს სტორებს ფოტოებს ანუ აი რა მიზნით დებს უფრო სწორად ხო აი რა მიზნით დებს თავის ფოტოებს რა მიზნით დებს თუ აინტერესებს რომ ჩვენ შევალთ და ვნახავთ სიტყვაზე ვიძახი და თუ აქ კიდე რამე სხვა მიზანი პირველი ესეთია ფორმულირება კითხვის და მეორე ვარიანტი რა მიზნით დებს სოციალურ ქსელში თავის ფოტოებს თუ აინტერესებს ანუ ჩვენ შევალთ და ვნახავთ და თუ რამე კიდე სხვა მიზანი აქვს ну პირველ რიგში ორივეში ჩანს რომ ანუ გრძნობა ხო გრძნობის მორევი რაღაც ემოცია ანუ ეს იკვეთება და დავიწყოთ პირველი ვარიანტი ვისთვის დებს ხო პირველ რიგში თვითონ ეს ადამიანი ამოდის წყლის სტიქი ანუ ქალია კაცია ხა აქ მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ ემოციური ემპათიური გრძნობიარე და პოზებს ირჩევს უნდა რომ ლამაზად გამოჩნდეს რაღაცა სიხალისე შემოიტანოს რომ ვითომ კარგად არის ვითომ ანუ ბედნიერია ნაბიჯს დგავს აი ესეთი რაღაცა მოდის მისი მესიჯი რომ რაღაც ნაბიჯს დგავს უნდა თუ არა რომ დაინტერესდეთ თქვენ რა თქმა უნდა უნდავთ კი ანუ იქ იმ სიაში ასე ვთქვათ თქვენს მოიაზრებით და ასევე სხვა მიზანიც აქვს ეხლა აქ ამოდის ფულის კარტი მე არ ვიცი ხა ეს ადამიანი მარკეტოლოგია რეკლამებს აკეთებს თუ რას აკეთებს მაგრამ რაღაც ფინანსებთან დაკავშირებული ან უბრალოდ თავს აწონებს შეიძლება ესეც იყოს მაგრამ ფინანსები დევს ანუ აშკარად სალსახად დევს მის ასე ვთქვათ აი ამ რატომ დევს ხო ფოტოებს აი რაღაცა ესეთი ინტერესი არის ხა მეორე ვარიანტზე გადავიდეთ აბა მისთვის დევს ეს მოლაპარაკებისთვის შორი გზა სხვა ქალაქი ადამიანი თქვენთვის აქ ამოდის ანუ როგორი მომენტი რომ მამაკაცისთვის დებს ანუ ქალბატონია ალბათ თუ არ არის ქალბატონი მაშინ გადაიტანეთ მამაკაცებმა თქვენზე და ესე კი შეაბრუნეთ რო იტყვიან მაგრამ აქ რაღაცა აი უზენაის სამართლიანობის კარტი ამოდის რაც იმას ნიშნავს რომ ნიშნის მოგებით დებს მეორე ვარიანტი რომ აი მე მართალი ვარ მე მიუხედავად ყველაფრისა კარგად ვარ ანუ თითქოს აი ეს მესიჯი უდევს თუ პირველს გქონდა უფრო ფულის რაღაცა არ ვიცი ინტერესი აქ ნიშნის მოგების თითქოს აი მტრებს უდევს მაგრამ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია პირველი ვარიანტისგან განსხვავებით მეორე მაჩვენა რომ რაღაც მოლაპარაკება რაღაც გზა რაღაც მანძილი რაღაც კიდე სხვას ეძებს ანუ ის ვინც ყავს გასაგებია მაგრამ იქნებ კიდე ვინმე სხვაც რო გადააგდებენ ხო ანკეს და თევზი უნდათ რომ დაიჭირონ აი ესეთ მომენტს აქ ადგილი რომ სხვაც წამოიკიდოს და ცივი გონებით დებს თან ეს მეორე ვარიანტი დებს ცივი გონებით მაშინ ეხა ვკითხავ ჯერ პირველი ვარიანტისთვის მეორე ვარიანტისთვის ჩვენ თუ მოვიაზრებით და რა კატეგორიაში მოვიაზრებით ანუ მის ინტერესში თუ ჩვენ მოვიაზრებით რომ დებს ამ ფოტოებს აი რა კატეგორიას მივაკუთვნებდით თავს ანუ მისი თვალსახედით ხო თვალთახედვით პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი თუ მოვიაზრებით რა პირველ ვარიანტთან ამოდის რა თქმა უნდა ვნება და სექსუალურია ეს კავშირი ანუ ინტერესი მეორე ვარიანტთან ამოდის საყვარლები და პარტნიორობა ანუ მეორე ვარიანტი უფრო მონადირეს მომენტი აქვს თუ არა და ეძებს რა აშკარად ეძებს და პირველს უბრალოდ ანუ
ფულის მომენტი ამოუვიდა, ფულიანი პარტნიორი სექსუალური რაღაც შეიძლება დროებითი რაღაცა, ოღონდ ფულთან დაკავშირებული, რა ვიცი, აი როგორი კითხვაც შემოვიდა, პასუხიც ასევე, ასეთი გაიცა. ეხლა მე მაგალითად არც დამებადებოდა ეს კითხვა, მაგრამ რახან შემოვიდა და თხოვეს გავაკეთე თქვენთვის ესეთი გაშლაც. კიდე მომწერეთ რა, თუ გაინტერესებთ და ნახოთ, გადავხედოთ თქვენ პარტნიორებს, ურთიერთობებს, სიტუაციებს. როგორი არაადეკვატურიც არ უნდა იყოს კითხვა, მაინც შეიძლება რომ ჩავსვათ და მივცეთ რაღაც ფორმა და ბოლო-ბოლო გავიგოთ პასუხი, ხო? აბა თქვენ იცით.